კეთილი ხარ? ძალიან კეთილი ხარ? აკოცე შემტერს და ეტკინება. ერთ ლოყაზე თუ დაგარტყამენ მეორე უნდა მიუშვირო. ასეთი ფრაზებით ვინც დადიხართ ცხოვრებაში. ხალხო, wake up. ვერ ხვდები რომ იძახიან რომ შენ მტერს თუ გადავხდი სამაგიეროს შენც იგივე გამოხვან. რატო გამოვალ იგივე? შეხედი ადამიანი რომელიც აზიანებს სხვას, მე თუ ეს ადამიანი დავაზიანე და რა ვიცი, რამე დაუშავე, რატო გამოვალ ბროტი? იგივე მოდი ვიღოთ პედოფილიასთან. პედოფილი თუ დავაზიანე მეც იგივე ვარ. აბა რა დავუშვდი და ველაპარაკო? ავხსნა რომ არ ქნა ეგრე. უნდა დაისაჯოს ადამიანები თუ აზიანებს სხვას. რომ მე ცუდი გამოვალ, იმიტომ რომ ეს ადამიანი დავაზიანე და ანუ ამის გამო შემცირდა სხვის დაზიანება, ანუ ის აზიანებს სხვას და მე დავაზიანე ის, იმიტომ რომ ის აზიანებდა სხვას, აი მაგ მოტივით. აი მაგას დავანებოთ თავი. ცხოვრებაშიც კი ხალხო, ანუ როგორ უნდა ფიქრობდი რომ ერთ ლოყაზე უნდა გარტყმენ, მეორე უნდა მიუშვე. არ მოიქცე შენ მტერს კარგად. ან არ ვიცახი რომ ბრაზილმა ქონდა ეს 24 შვიდზე მაგაზე ფიქრობდი რომ აი ჩემი მტერია და ვერ ვიტან, უბრალოდ არ დაეხმარო. თუ არ იმსახურებს მაგას. კეთილებს ხალხო, კარგი ხალხი კეთილები, მაგრამ ძალიან კეთილი ხალხი. იყენებენ ძალიან ხშირად, მაშინ ახსენდებათ, როცა სხვას აწყობს. და მე არ მოიქცები ეგრე როგორც ელოდებიან შენსგან, იძახიან რომ აუ, იმედები გამიცურვე, აუ მეგონა, ასე მოიქცეოდი შენ.